უბრალოდ ყოველსა თავისუფლი ეს ვიზიტი არის ისტორიული მნიშვნელობის იმ გაგებით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში არის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა ჩინეთში, რაც აჩვენებს მნიშვნელობას, რომელსაც ორივე მხარე ვანიჭებთ ამ ვიზიტს და ჩვენს ქვეყნებს და პარლამენტებს შორის ურთიერთობას. ჩინეთი და საქართველო ორივე ვთქვათ თავარ პრინციპზე, რომ მშვიდობიანი განვითარება არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც სამწუხაროდ დღეს გამოწვევების წინაშე დგას და ამ მხრივ ჩინეთს განსაკუთრებული როლი აქვს როგორც გლობალურ მოთამაშეს, რომ ამ აღრეულ დროში როდესაც ვხედავთ ჩვენ კოლაფს წესრიგზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა შეძლოს საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში დაბრუნება საერთაშორისო ურთიერთობებს. სიძულვის და ზიზღის ენა ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, არ არის მხოლოდ რაღაც ემოციების საკითხი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან ამ მეთოდს იყენებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წიგნებიდან გადმოწერით, იყენებენ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, საზოგადოებაში დაბნეულობის შესატანად და საზოგადოებაში ადამიანების ერთმანეთის წასაკიდებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პროაქტიულად თავის ხელში აიღოს ამ ჩვენ ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის ხელი შეშლა. ეს ხალხი 4 ოქტომბრის გადამტრიალებლები, რომლებიც ახლა კიდე იგეგმებიან 26 მაისს, ეს ხალხი ჩვენ ამ ხალხს ხედავთ ყველგან, სადაც ცდილობენ, სადაც არის ძალადობა, სადაც არის ზიზღი, სადაც არის ქართული ინტერესების, საქართველოს ინტერესების დათმობა, სხვების ინტერესების სასარგებლოდ და ვერ ვნახეთ ეს ხალხი ჩვენი პატრიარქის გაცილებისას, ვერ ვნახეთ ეს ხალხი ახალი პატრიარქის აღსაყდრებისას, ვერ ვნახეთ ეს ხალხი ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმისას, ვერ ვნახეთ ეს ხალხი ოჯახური სიწმინდის დღის აღნიშვნისას. ანუ არის ქვეყანა, არის საზოგადოება, არის მისი ისტორიული გზა და განვითარება და მომავალი ხედვა. და ყავს ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც თავს კომფორტულად გრძნობენ ელჩებთან, უცხო ქვეყნის ელჩებთან, კომფორტულად გრძნობენ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან და თავს კომფორტულად ვეგრძნობენ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ეკლესიებში, საკუთარ რეგიონში, საკუთარ ხალხთან ერთად. რუსთავი ორის საქმე ზუსტად კარგი მაგალითია იმისა, რომ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ ჟურნალისტების დევნასთან, რაც არის სიტყვის ჩახშობის ერთ-ერთი მეთოდი, ან სურვილისგან არის განპირობებული. მეც ნახე სავარაუდოდ, რაზეც არის საუბარი, შეეხება ევროპარლამენტარის მარკეტა გრიგორიევას თუ არ ვცდები და მე მგონი ყველამ ნახა ეს კადრები რაც იყო, ამაზე თუ შეიძლება იყოს სანქცია რომელიმე პარლამენტში, საქართველოში ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იმუშავებდა მაშინ. რაც შეეხება ამ პოლიციის ბრუტალურ ქმედებებს, ეს არ არის მხოლოდ დანიაში, ჩვენ იგივე კადრები ვნახეთ ბერლინში, პარიზში, სხვა დედაქალაქებში, როდესაც პოლიცია ბრუტალური მეთოდებით, ძალადობით შლის კრიტიკოსების სხვადასხვა აქციებს და შლის თან რა მეთოდებით, ხო, ხა დანიაში ვიხილეთ ძაღლების მიქსევით და ხელკეტების ტყმევით. ხა არ ვიცი, ხა ესეთი კადრები რომ დაენახა ვინმეს საქართველოში რომელიმე ასეთი აქციის დროს პოლიციის მხრიდან, ხო წარმოგიდგენიათ რა წივილ-კივილი და ლოყების ხოქვა იქნებოდა დანის ელჩის მხრიდან პირადად, იმიტომ ის პირადად გამოირჩევა გაცხადებებით, რომლითაც პედესტალიდან ცხვირაბზოებული გვესაუბრება ხოლმე ადამიანის უფლებებზე. შემდეგ იქიდან უგველაპარაკებიან რაიმეზე, საერთოდ სტანდარტ სიტყვას მოახსენებენ, როდესაც ძაღლებს უქცევენ ადამიანებს, აი ამ ქვეყნის ელჩი მერე საქართველოზე პრეტენზიებს გამოთქვავს, ჯერ მიხედონ იმას, რომ ძაღლებით არ მიუქციონ ადამიანებს, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან.